ის თუ რა ხდება? წავედით ხო? Ცივა, ნამდვილად ცივა კი. გია მითხრა რომ შეიძლება სადარბაზოები გაარემონტონ ჩვენიო და რა კარგი იქნება. გააკეთოს. გათეთრდება ხო გია ყველაფერი და უფრო დიდიც გამოჩნდება. ლამაზი გახდება ძალიან. მიხარია. გიყვარს ესეთი ამინდი, თუ მზე უფრო გიყვარს. მზე მიყვარს თუ ძალიან არაცხელა. მზე. მათე, მზე. მზე. მეც მზე. მაგრამ ბოლოს როგორც იყო. როგორი? ერთას უდაბლა იყო, ღმერთო, სახში ვეღარ ამყავდა ეს ბავშვი. ეკლესიაში მინდა მისვლა გოგოებო. ეს ამოვიდე. და მაღაზიაში მოვასწრებთ. ვერა, იმ ხელა ის არის ხომ რიგი. მიხავე. მოვიდე ჩემ ბიჭი სკოლაში და ეხლა ჩხირები ვუყიდოთ. აი აქ პატარა მაღაზია არის. ესენი ვუყიდე და მათე მივიყვანეთ სკოლაში. დღეს საქმეები მაგოგოებო განვადებები უნდა მოვაგვარო ჩემი. განვადების ამბები ერთი წუთით. განვადების ამბები ერთი წუთით ეს. ანუ ხო იქ უნდა წავიდე კრედოში. დავიხატო განვადებები. რაც არის. დავფაროთ და მერე ეკლესიაშიც მინდა წავიდე. მივყვეთ ჩვენ გზას და თუ ვინმე უსაფუძვლოდ ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის ცუც გამოიმეტებს. ცუც თუ გამოიმეტებ, იცოდეთ რომ 1000-ად დაუბრუნდებათ უკან ყველას. როცა ადამიანს არაფერს არ უშავებ და ცუც იმეტებს შენთვის. ის უბრუნდება უკან. ეს ჩვენ მივყვეთ ჩვენ თავს, ჩვენ გზას და და გვიწევდეს ღმერთი. დანარჩენი ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. იცოდეთ. ხასაცობი ხო გია, აქეთი საცობია ხომ ყოველთვის. ნახე. ამბავი არის. მათე რო იძახდა. მზე მირჩევნია. ძემი ბიჭი. სწავლობთ ამ ბოლო დროს მოუმატა. სწავლას გამოასწორა ნაწერი. აი, რა ვიცი რა, თუ თვითონ არ მოინდომა ბავშვმა, არც ერთხელ არ მომიშლია მე ნერვები მაგის სწავლაზე. თუ არ უნდა ხოლმე. ნინო მასწავლებელიც უგვეუბნება, მიჩემნი არ დაწერონ, ვიდრე თქვენ უკარ ნახოთ და ან ვიდრე ისე დაწერონ, რომ ცუდად ანუ რა, შეცდომით. თუ ვერ იგებენ, მიჩემნია რომ საერთოდ არ დაწერონ და აქ მკითხონო მეო. ხო და არც ერთხელ არ მომიშლია ნერვები. არც ერთხელ.
დღეს ისე კარგად ვიმეცადინეთ წყნარად, შვიდად ქართულში თანუხარია ნაწერი რო გამოასწორა. მარცხენა ხელით ხო წერს მათე და რა ვიცი, ალბათ მაინც მარცხენა ხელი რთულია რა. მარჯვენათი საერთოდ ვერ აწერს, მაგრამ მარცხენათიც რთულია ალბათ წერა. ნახე ურალამაზად წერო მამამისაც წარამა რა აჩვენებდა. ერეგიაც აქებდა და უხაროდა ძალიან. ჩვენი მდგომარეობა დედაქალაქში. შეკება ყველას უხარია, განსაკუთრებით ბავშვებს. ხოლოდ უმიზეზოდ არ უნდა შევაქოთ შვილები, ან გადამეტებულად. ან არ უნდა უთხრათ ისეთი რაღაცა, რომ შენ ყველაზე კარგი ხარ. და ანუ დაუმსახურებლად არ უნდა მიიღოს ის შეკებაც. როცა მართლა შესაძლებია, მაშინ უნდა შევაქოთ აუცილებლად. რომ დაინახონ, რომ მართლაც რეალურად გააკეთეს რაღაც კარგი. ხო, თუ საერთოდ არ აქებ, მე ფიქრობს, რომ აი რა ვიცი, კარგს ვაკეთებ, მაგრამ არავინ არ ამჩნევს ამ ყველაფერს, ხო გია? ვერავინ ვერ ხედავს. გამოვასწორე ნაწერი, მაგრამ ვერავინ ვერ ამჩნევს, ვერ ხედავენ მაინც. დავალაგე ჩემი მაგი და იმ დღეს ისე კარგად დაალაგა მაგი და თვითონ არაფერი არ მithქვია, ადგა და დაალაგა. ხარი დედი მეთქი, რაც ალამაზად დაალაგე მეთქი, მაგრამ რატომ მეთქი, აი რატომ მეთქი და მეც ვალაგებდი. და ამყვა. და დავიღალეო ისევ, აი რო აღარაფერს არ ვაკეთებო, ხატა და დაიღალა ამ ხატვითაც და დავიღალეო დედაო და მაგიტო, მაგრამ მე თან თვითონაც ვერ გააცნობიერა, რასაც დედა აკეთებდა, ის გააკეთა. ანუ რა მეც ვალაგებდი მაგ დროს და თვითონ თან მომეხმარა. გაწმინდა, ლამაზად დაალაგა წიგნები უჯრებში, ყველგან ყველაფერი ძალიან ლამაზად დაალაგა თავისი მაგიდა. მომბაძა ისე, რომ თვითონ ვერც მიხვდა. დავიღალეო ჯდომითო და იმიტომ გავაკეთეო. და პირადი მაგალითია მთავარი. მარტო რო უთხრათ. ეგრე შეიძლება დაეზაროს. შეიძლება ერთად რო გააკეთო. ხო. იგივე საქმე. მოდი აბა ერთად დავალაგოთ უთხრა, რომ მარტო აღარ დაეზაროს. აღარ დაეზაროს. და მთავარი ის კი არ არის, რომ შეიძლება 90% შენ გააკეთო. მან საქმე. მთავარი ის არის, რომ мотивация მისცე, მონაწილეობა მიიღოს და შემდეგ ეს უკვე პრაქტიკაში გადადის, რომ დისციპლინაში რომ მოეწონება. ხო. დალაგებული როა თავისი მაგი და თუ ოთახი. მე უნდა უკვე თვითონაც მოისურვებს. დადგება ეგრეთი მომენტი, რომ მოდი დავალაგო. და კარგად იყო და დედამ რო დავალაგეთ სიტყვაზე, ხო? კი. ესე იძულებით, ჩხუბით, ცემით. ფერი გამოდის, ხო გია? უფრო უკუშეთექს მიიღებ ეგრე. ის ამასობაში მოვედით ჩვენ კრედოში. ჯერ არ მოვედით. არა ხო. ხო, ცოტა ზევით არის, მე რო მუშაობდი იქ არის რამის. ორნაბიჩი მუშაობდი აქ. ამ ხელაგზა არ ვიცი რა, ყოველ დღე ამ ხელაგზაზე მოვყავდი გიას, ოღონდ რამდენჯერმე თუ ყოფილვარ ავტობუსით, სუგიას დავყავდი ხოლმე. და კარგა ხანი ვიმუშავე სხვათა შორის და ორი ავტობუსი უნდა გამომეცვალა. თითქოს გია ორი ნაბიჯი ზღვეგან არის ხო? რა ძალამად გაისი აქ რო დავიწყე. ვიშევავსე განაცხადი და დამირეკეს, რომ აქ იყო ადგილი და ისე ძალიან მჭირდებოდა მაშინ მუშაობა. თანხის გამო არა. ძალიან მჭირდებოდა, უნდა გამოსულიყავი გარეთ და წამოვედი ვაზის უბანში. მე რა საინტერესოა ჩემი ცხოვრება, მოკლედ.
ნაბიჯი არის ყველგან და აი ამ ხელაგზას გამოვდიოდი ყოველ დღე. მოტივაცია ჟანა იმ ხელად მნიშვნელოვანია. ადრე ერთი კაცი გავიცანი, ახალგაზრდა კაცი იყო რა, ბიჭი არ ითქვის. 40 წელისა იყო. და გერმანიიდან საქართველომდე ფეხით იყო ჩამო. აი რამხილად ძალა აქ, როდესაც რაღაცა გაქვს მოტივი, რისთვისაც აკეთებ და პატარა ფურცელი დამიტოვა, ვითომ შემოგვიერთდიო. მისია ქონდათ რაღაც ორგანიზაციას მსგავსი იყო. ხო. რომ მშვიდობისთვის მსვლელობა ერქვა რა. სოფლიო მშვიდობისთვის. გერმანიიდან ჩამოვიდა. გერმანიიდან ჩამოვიდა. მე მითხრა ახლა სასონხეთში მივდივარო. ჩამოთვალა რაღაც ქვეყნები. ერაყზეც ვფიქრობ რომ გავლასო, მაგრამ ჯერ ყოყმანობ, არ ვიცი რამდენად უსაფრთხო იქნება. ხო. ერაყი კი არა, ავღანეთი მე. თუნ აი კარგ აღარ მახსოვს. და ისე ფეხით უნდა დაბრუნებულიყო გერმანიაში. ანუ 20,000 კილომეტრი ქონდა გეგმაში რომ ფეხით გაივლო. და ზაფხული იყო მე როცა შემოვიდა. ეხლა ჩემ მოტივაციაზე მოგაგონდა, აქ რო დავდიოდი. ხო, აი რა არის იცი, რაღაცის კეთება რომ ხო, ძალიან მჭირდება და ვეღარ დაველოდე. 20,000 კილომეტრი ფეხით გაიარა, გადაწყვიტა რაღაც მიზანი. და მიყვა აი ამ მიზანს და ჩამოვიდა, თან მარტო იყო, ისე კი არა, ჯგუფი რომ რაღაც კომფორტულად ეგძრო და მოგზაურობის მსგავსი ყოფილიყო. სულ მარტო კიდე იყო. ძალა იპოვა საკუთარ თავში, ზურგ ჩანდა და შენ თუ მაგ ძალას მიაგნებ, აი ზეგან ზუსტად კომენტარს გავეცი პასუხი. ყოჩა ღოჟანაო ნახევარი ადამიანი გახდიო და თან ოპერაციების ჩარევის გარეშე ანუ საკუთარ თავში იპოვეო ძალაო. რითიც შეძელიო ეს ყველაფერიო და მართლა რა დამაფიქრა ამ კომენტარმა რომ აი ეს ძალა რომელიც ჩვენში არის თუ მიაგნებ იპოვი და ჩასჭიდებ ხო ხეს მთებს გადადგავს ადამიანი რა ყველაფერს მიაღწევს ყველაფერს გააკეთებს ხო და ზოგი ზის და აი ამ ძალას ვიღაცის იმაში ხარჯავს რომ ცუდი დაუწეროს ვიღაცას მოგმა დაუწეროს არა და შეგიძლია შენ ეს ძალა ისეთ კარგ საქმეებში გამოიყენო მართლა მოიწყო შენ გარშემო ანუ ააშენო ბედნიერების იმპერია შენ გარშემო სასახლე არ ვიცი აი ყველაფერი საუკეთესო რომ მოიწყო გარშემო და ადამიანებს პირიქით დადებითი ენერგია რომ გადასცე, გაუგზავნო. მე ეს ყველაფერი გიბრუნდება. წაღა რატო თქვი ეს ისეთი კომენტარი მომივიდა, რა თქმა უნდა, მაგას არ განვიხილავ მე, იმიტომ რომ არ მინდა ესეთი ადამიანი კიდე უფრო მეტად ვყვებო. მაგრამ რასაც იმედებს სხვისთვის, ადამიანისთვის, ვინც არაფერი დაგიშავა, ხო? უკან გიბრუნდება შენ ეგ ყველაფერი. უფრო მეტად და თუ დადებიც გაგზავნი. ეს დადებითიც უკან გიბრუნდება. გაასვაგებული. აი მოვედი კედოში. დღეს ძალიან ბევრი საქმეები მაქვს. და მოვაგვაროთ ეს საქმეები, ყველაფერი. ისე მიყვარს ეს ფილიალი, ხა გაჩვენებთ. ძალიან ის არის, რა ქვია. ადვილად აყენებ მანქანას. აი ეს ფილიალი, ადვილად აყენებ ძალიან მანქანა. აი მოვედით. ამერიკალავანია ჩივდავები. სალამაზია. მახათას ტაძარში მომიყვანა ბატონმა გიორგი. თუ ფუნქციონირებს ეგეც კი არ ვიცი. არ ვიცი კი, აბა ნახეთ. კი, ისინი არიან მანქანები. რალამაზია გოგოებო. ნახეთ. ჩვენი ეკლესიების მადლი და ზარა გფარავდეთ ყველას. ვენახები. შემოგულებო. ხო. აი ნახეთ. ზალამაზია. ზა. რამხელა ხო?
აინაკია ბუქსავებენ აქ მანქანებს შემოდიან რომ აპრუციალონ წარმოგიდგენია მარიამი და ის ისინი საიდან შევიდნენ ახლა პარკინგის ის არის თავანთი მანქანა შეიძლება პაკეტილი შესასვლელი ეზო არ არის ჯერ ხო დამთავრებული ლამაზია ხო ძალიან წავით და გადავიდეთ კი არა ჩანს კამერაში კარგად ვერ როგორ არა ჩანს ისინი გადაიხო ლამაზი და პაუზი რო გადავიდეთ და მე პაუზი ძალიან დიდი ტერიტორია აქვს ხო სამების ხელა არ ამის ის ივერის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ათონის მთაზე არის, ნაღდი ორიგინალი. და ეს არის მისი ფოტო. ანუ დახატული კი არ არის, ფოტოა ეს. ხო, საინტერესო ისტორია მოგვიყვა ამ ქალბატონმა. რომელიღაც ჯალათმა რაღაცა ჩაარტყა ამ ხატს იქ. და სისხლი მაგიტო მოდის, ხო? წამოვიდა, ესეთი ისტორია აქვს და ეხლა ხატმწერები რო წერენ აი ამ ხატებს, ხო? უკვე ხატავენ აი ამ სისხლის წვეთებს, მაგრამ ორიგინალში ესეთი რაღაც სასწაული ის იყო რაღაც მომენტი. და აი აქ დაზიანება ხედა თვითონ ჩარტყმობს. კი, აი ჩანს. ხო, აი ნიკაპთან დაზიანება არის ფოტო როა გადაღებული და ასეთი რაღაცა გითხრეს რომ ელოდებიან რომ ათონში რომელიც არის ეს ორიგინალი ხატი რო აქ უნდა ჩამოვიდეს ეგ ხატი. ხო, რანაირად არ ვიცი თუ. ხო. შეიძლება ამბობენ რომ რაღაც წყარო ყოფილა იქ და ის რო დაშრება ის ხატი უკვე აქ მახათას ტაძარში წამოვაო და დაშრებაო. ეს ტაძარიც მაგისტვის ააშენეს რომ ელოდებიან მაგხატის ჩამოგზავნას. ძალიან საინტერესოა. და არავინ არ იცის რა როდის და რანაირად მოხდება ეს. დიდება. ხილვა იხილა ერთ-ერთმა ქალმა, როგორც ახლა მოგვიყვნენ. და ამ ხილვაში ეს ადგილი იყო თითქოს ღვთისმშობლის სული ტრიალებდა აი ამ მთაზე და ეს ტაძარი ამხელა გრანდიოზული ტაძარი მაგიტო აშენდა ხო. აუშენებიათ მოლოდინში რომ ჩამოეკრა. ეს ხატის მოლოდინში ხო.